მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ გამოვიწეროთ ნივთი ჩინური საიტიდან, როგორიცაა AliExpress-ი. ვინც არ ახართ დარეგისტრირებული AliExpress-ზე, ვიდეოს ქვევით აღწერაში მითითებულია ბოლი. შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბოლზე და ნახოთ ვიდეო. შევდივართ AliExpress-ზე. როგორც ხედავთ, აქ არის ნაჩვენები ნივთების სია კატეგორიების მიხედვით. შეგიძლიათ აარჩიოთ აქედან ნებისმიერი სასურველი ნივთი. თქვენს მიერ შერჩეული ნივთი შეგიძლიათ დაამატოთ როგორც სურვილების სიაში, ასევე კალათაშიც. აქ არის საძიებო სისტემა, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ ნივთის სახელწოდება და იპოვოთ თქვენი სასურველი ნივთი. ნიმუშის სახით მე მიუთითე საძიებო სისტემაში ფოტოაპარატის ბატარეა. გამოჩნდა ჩემს მიერ მითითებული ნივთი. როგორც ხედავთ, ერთი და იგივე ნივთის ღირებულება სხვადასხვა ფასია, რადგან AliExpress-ი არ არის ინტერნეტ მაღაზია, ეს არის პლატფორმა, სადაც თავმოყრილია ათასობით და 10,000-ობით სხვადასხვა გამყიდველი და ამიტომაც ერთი და იგივე ნივთი იყიდება სხვადასხვა ფასად. ამისათვის საჭიროა ვეძებოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი ყველაზე მინიმალურ ფასად და რა თქმა უნდა გქონდეს უფასო ჩამოტანა. მე შევარჩიე ეს ნივთი, რომლის ღირებულება არის $10 და 70 ცენტი. უფასო ჩამოტანით ნებისმიერი ნივთი შეგიძლიათ დაამატოთ როგორც სურვილების სიაში, ასევე კალათაშიც. ნივთის დამატება სურვილების სიაში ხდება ამ ღილაკის დაჭერით. სურვილების სიაში შეგიძლიათ დაამატოთ 1000 ნივთი, კალათაში კი მხოლოდ 100 ნივთი. ყიდვის წინ ნივთი უნდა დავამატოთ კალათაში. ვაჭერთ კალათის ღილაკს. როგორც ხედავთ, კალათაში გამოჩნდა ჩვენი ნივთი. აქ არის ნივთის გამოწერის ორი მეთოდი, თუ რას ნიშნავს ეს ახლა აგეხსნით. თუ კალათაში დამატებული გვაქვს მეორე ნივთი და ამ შემთხვევაში ორივე ნივთის გამოწერა გვინდა, ვაჭერთ ქვედა ღილაკს. თუ ჩვენ შერჩეული გვაქვს მხოლოდ ერთი ნივთი, მაშინ ვაჭერთ ამ ღილაკს და ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ ნივთს გამოვიწერთ. შეგიძლიათ შეცვალოთ რაოდენობა. როგორც ხედავთ, ნივთის ფასი საერთოდ ჯამში შეიცვალა. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, თუ გიყენიათ თქვენ რაიმე სხვადასხვა აპლიკაციები, ანუ გაფართოება ბრაუზერში, ნივთის ყიდვის წინ ისინი აუცილებლად უნდა გამორთოთ. არ გამორთვის შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ cashback-ს. მხოლოდ ტოვებთ VPN-ს. ამისათვის შევდივართ ბრაუზერის გაფართოებაში. დატოვეთ მხოლოდ VPN-ი. როგორც ხედავთ, დავტოვე მე მხოლოდ VPN-ი, რომლის მეშვეობით ჩვენ უნდა გამოვიწეროთ ჩვენი სასურველი ნივთი. ამის შემდეგ ჩვენ ვაჭერთ ამ ღილაკს. აუცილებლად უნდა დააჭიროთ გააქტიურებას. გააქტიურების შემდეგ გამოჩნდება ახალი გვერდი, საიდანაც უნდა შევიძინოთ ჩვენი ნივთი. რომ არ შეგვეშალოს, უნდა დავხუროთ ძველი გვერდი და დავტოვოთ ახალი გვერდი. ამის შემდეგ ვიწერთ ნივთს, ვაჭერთ ღილაკს. აქ გამოჩნდება ჩვენი მონაცემები. პირველი ნივთის ყიდვის დროს გამოჩნდება ასეთი გრაფა. მონაცემების შევსების და დაახსოვების შემდეგ შემდგომში თქვენ არ მოგეწევთ ამ მონაცემების თავიდან შევსება. ნივთის თანხის გადახდა შეგიძლიათ სხვადასხვა ბარათი. შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა WebMoney-ის მეშვეობით, თუ WebMoney-ით ვიხდით, ვაჭერთ ამ ღილაკს. აქ მიუთითეთ თქვენი WebMoney-ის მონაცემები. დღეისთვის მე გაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ გადავიხადოთ თანხა საქართველოს ბანკის ბარათით, როგორიცაა Express კარტი, რომლის შეძენა შეიძლება საქართველოს ბანკში, ასევე თბილისის ნებისმიერ მეტროს სადგურში. აქ უნდა ჩავწეროთ ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, თვე, წელი, უსაფრთხოების კოდი, ბარათის მფლობელი, სახელი, გვარი.
ვაჭრად შენახვის ღილაკს, მონაცემების შევსების შემდეგ ვაჭრად ღილაკს და ვიცით ნივთს. გადახდის შემდეგ თქვენ მოგივათ წერილი ელექტრონულ პოსტაზე და აქ წერია რომ ჩვენ მივიღებთ შეკვეთა ამ და ამ ნომერზე. ამ დროისთვის თქვენს მიერ გადახდილი თანხა მოწმდება, როგორც წესი ეს ხდება 24 საათამდე გადახდის დამოწმება. შემოწმების შემდეგ გამყიდველი გააგრძელებს თქვენი შეკვეთის დამუშავებას. ამის შემდეგ შევდივართ ჩემი შეკვეთები. როგორც ხედავთ, ჩვენს მიერ გადახდილი თანხა მოწმდება. რამოდენიმე საათის შემდეგ სტატუსი შეიცვლება და ჩაირთვება მრიცხველი, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი დრო დარჩა ნივთის გამოსაგზავნად. პირველ და მეორე სტატუსში თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი შეკვეთა, დაუშვათ თუ გადაიფიქრეთ ან შემთხვევით გამოეწერეთ ნივთი. პირველი სტატუსის დროს თანხა მომენტალურად დაგებრუნდებათ უკან, ხოლო მეორე სტატუსის დროს თანხის დაბრუნება შეფერხდება რამოდენიმე დღით. თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ ბანკის ბარათზე და თქვენ გამოიწერეთ ნივთი, გამოჩნდება ასეთი სტატუსი და თქვენ გეძლევათ საშუალება ეს თანხა გადაიხადოთ 20 დღის განმავლობაში. ანუ მარტივად რომ აგიხსნათ, ხდება ნივთის დაჯავშნა და თუნდაც ნივთის ფასი გაიზარდოს ამ დროის განმავლობაში ორმაგად, თქვენ იხდით იმ ფასს, რაც ნივთი ღირდა ყიდვის დროს. ასევე შეგიძლიათ შეკვეთის გაუქმებაც. AliExpress-ზე ხშირად ხდება ფასების ცვლილება, ასევე ფასდაკლებები, ასე რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებების დროს ამ მეთოდით და როდესაც თანხა გამოგიჩნდებათ, გადაიხდით ნივთის ღირებულების საფასურს. 20 დღის განმავლობაში თუ არ გადაიხდით, შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება. როდესაც გამყიდველი გამოაგზავნის ნივთს, ჩაირთვება ახალი მრიცხველი, დაიწყება დღეების, საათების და ასევე წუთების დათვლა უკანა ათვლით. ასევე მიიღებთ წერილს ელექტრონულ პოსტაზე, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი გამოიგზავნა. როგორც ხედავთ, მრიცხველის გვერდით არის ორი ღილაკი. პირველი ეს არის თუ როგორ ვადევნოთ თვალყური ნივთის გადაადგილებას ტრანსპორტირების დროს. მეორე ღილაკი კი არის ნივთის მიღების დასტური, სანამ ნივთს არ მიიღებთ, არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ ამ ღილაკს, ხოლო როცა ნივთი ჩამოვა და თქვენ დარწმუნდებით რომ ყველაფერი მწყობრშია, ამის შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ დასტური. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ მრიცხველს, თუ ნივთი არ ჩამოვიდა მითითებულ დროში, შეკვეთა ავტომატურად დაიხურება. 5 დღით ადრე, სანამ მრიცხველში დრო ამოიწურება, AliExpress-ის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილი იქნება შეტყობინება და ამის შემდეგ უნდა გახსნათ დავა გამყიდველთან და უნდა მოითხოვოთ თქვენი თანხის უკან დაბრუნება. თუ როგორ ხდება დავის გახსნა და თანხის უკან დაბრუნება, ამას შემდგომ ვიდეო გაკვეთილებში გაჩვენებთ. ნივთის გამოწერის შემდეგ აუცილებლად მისწერეთ წერილი გამყიდველს, თუ გამყიდველმა არ შეასრულა თავის პირობა და ნივთი ჩამოვიდა დაზიანებული ან არა მუშა მდგომარეობაში, ეს წერილი გამოგადგებათ როგორც დამამტკიცებელი საბუთი დავის გახსნის დროს. ნივთის გამოწერიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ტრეკ ნომერის საშუალებით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თუ როგორ გადაადგილდება ამანათი ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე. საბოლოოდ ეს ასე გამოიყურება ნივთი მიტანილია საქართველოს პოსტაში.
მოგვივა SMS-ი მობილურზე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს მიერ მითითებულ პოსტაში, გამოგვაქვს ჩვენი ამანათი. ამანათის გამოტანა საქართველოს პოსტაში უფასოა, არ ვიხდით არანაირ გადასახადს. თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს, მაგ შემთხვევაში თქვენ მოგეცეთ გამბაჟება 18% პლუს 20 ლარს იხდით პოსტაში, მოგცემენ საბუთს და 1 თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ აღნიშნული თანხა ნებისმიერ ბანკში. მაშ ასე მეგობრებო, დღესთვის ალბათ სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ დიზლაიქი გაუკეთეთ. გამოიწერეთ ნებისმიერი ნივთი 7%-იანი ფასდაკლების სერვის VPN-ის მეშვეობით, ან კიდევ 8% ნახევრიანი ფასდაკლებით ამ შემთხვევაში სერვის VPN webmaster-ის დახმარებით. ისი ამონე და ისი არგლუეთ ამ ფასდაკლებებით. სერვის VPN-ის ბმული განთავსებულია ვიდეოს ქვევით აღწერაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ აპლზე და თავად გაეცნოთ მას. თუ რაიმე შეკითხვები გექნება, შეგიძლიათ მომწეროთ აქ Facebook გვერდზე, პასუხს აუცილებლად გაგცემთ. გამოიწერეთ ეს არხი ამანათები ჩინეთიდან, მომავალში ჩვენ გველის უფრო საინტერესო ამანათების მოკლე მიმოხილვა. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, YouTube-ზე, Facebook გვერდზე და სხვა სოციალურ ქსელებში. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.